საავიაციო უნივერსიტეტი არის უმაღლესი საავიაციო სასწავლო დაწესებულება, როგორც მოგეხსენებათ და ნებისმიერ საავიაციო სასწავლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს მფრინავების მომზადებას, აუცილებელია ჰქონდეს თავისი საფრენოსნო ბაზა, ანუ აეროდრომი, სადაც მოხდება ბავშვების, ანუ სტუდენტების პრაქტიკული სწავლება. აღებული იქნა უნივერსიტეტის მიერ კურსი, რომ თელავის აეროპორტში მოხდარიყო საავიაციო უნივერსიტეტის ბაზის მოწყობა, რაზეც მივიღეთ სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა, მოეცა აეროპორტი უნივერსიტეტს, რასაკვირველია შესაბამისი პირობებით, რომელიც ახლა ჩვენ დათვალიერების პროცესში ვნახეთ და თვალნათლივ ჩანს, რომ ეს პირობები შეიძლება ითქვას ორჯერ და სამჯერ მეტად არის შესრულებული, ვიდრე დაკისრებული გქონდა. დღესდღეობით უკვე აეროპორტში გადმოყვანილი ყავს ჩვენი საავიაციო ტექნიკა, განახლებულია საერთო საცხოვრებელი და აეროპორტის ოფისი, კოშკურა, სრულიად თავიდან იქნა აშენებული აეროვაგზლის შენობა, რომელიც თქვენ იხილეთ და ასევე აშენებული იქნა ანგარი, თვითმფრინავების სადგომი, რომელიც თელავის აეროპორტში არასდროს არ ყოფილა და ეს არის საავიაციო ტექნიკის შენახვისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ანგარის ქონა. მოხდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასე რომ დღეისათვის უკვე ფაქტიურად ვდგევართ იმ ფაქტის წინაშე, რომ დღე-დღეზე შეიძლება მოხდეს აეროპორტის გახსნა. აეროპორტიდან შეიძლება განხორციელდეს რეგიონალური ფრენები, ანუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების მიმართულებით, დედაქალაქის მიმართულებით, რასაკვირველია, მთიანი რეგიონების მიმართულებით, ტურისტული ფრენები შეიძლება განხორციელდეს,